საღამოშიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია ვარსკვლავებია, მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ. მისია, რომელიც დღეს ავიღე ჩემ თავზე, ჩემთვის უცხო არ არის და არც ახალია, ძველია. მაგრამ განსაკუთრებული ხიბლი დღევანდელ დღეს იმით აქვს, რომ აქ ამ დარბაზში თბილისი Art Hall-ის სცენაზე ჯილდოვდებიან ადამიანები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ალბათ კულისებს მიღმა მყოფ ხალხს ეძახიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად არიან სცენაზე. ამ ადამიანებს დიდი წვლილი მიუძღვით ღონისძიებების განსაკუთრებულ მუსიკალურ გაფორმებაში. მით უმეტეს მაშინ, როცა ქორეოგრაფია დგას სცენაზე. ანუ მაშინ, როცა ქართული ქორეოგრაფიული ცეკვები სრულდება. მუსიკოსები. დიახ, ეს ადამიანები არიან მუსიკოსები. ისინი ფლობენ დოლს, გარმონს, ფანდურს, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანები, რომლებიც ცოცხალი შესრულებით აფორმებენ ყველა ღონისძიებას და დამეთანხმებით განსაკუთრებული ხიბლი აქვს, როცა ცოცხალი შესრულებით ვლინდება და მიმდინარეობს ხოლმე ქორეოგრაფიული კონცერტი. დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიალს ასე ქვია: ცნობილი ქართველი მუსიკოსების დაჯილდოების ცერემონიალი ქორეო მუსიკოსები 2026. მისი დამფუძნებელი და აგერ მეორე წელია უკვე დღეს აღნიშნავ არის ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ზაზა მჟავანაძე. რიგით მეორე ცერემონია, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. იმდენად რამდენადაც ახლა ჩვენ ახლა ტრადიციების მოყვარული ადამიანები ვართ და კარგად ვიცით, რას ნიშნავს დაჯილდოების ცერემონიალის ფორმატი, ისე როგორც ერთადერთი სახელოვნებო ტელევიზია, განსაკუთრებით ქორეოგრაფიულ მიმდინარეობაში, ყოველთვის მივესალმებით მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს. და ასეთი ბატონი ზაზა მჟავანაძეა, რომელიც აი ეგერ დღესაც რუდუნებით არის ჩართული მუშაობაში და ბატონ ზაზა ისევ ტრადიციულად შეგაჩერებთ, ისევ ტრადიციულად გილოცავთ და დღევანდელ ღონისძიებაზე მოკლედ რას მეტყვი. მიხარია დღევანდელი დღე, იქიდან გამომდინარე, რომ ვინც ქართულ ცეკვას, ქართულ ქორეოგრაფიას უქმნიან ფონს, ილუზიას და ის დიდებული ქორეოგრაფები ქმნიან იმ შესანიშნავ კომპოზიციებს, რომელსაც მერვე საოცრება უწოდენ, ამ ადამიანებს ერთი დღით ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების პროგრამებში წაუხალისოთ დღევანდელი დღე, გაულამაზოთ, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ თაობებს სტიმული გაუჩნდეს, შემდეგი, ასე ვთქვათ, მუშაობის, დაუფლების, სწავლის დეგრადაცია. რამდენი ყავს ასეთი ზაზა? დღევანდელ დღეს 60 ქორეო მუსიკოსი, ასე რომ ვთქვათ და რეგიონებიდან ყველა რეგიონიდან, ყველა სახელმწიფო ანსამბლის, ასე რომ ვთქვათ, მუსიკოსები არიან და 1.60 და 5-ჯერ 60 ყოფილი იყოს, თუნდაც მოლოდინში არიან ამ შესანიშნავი დღის. შემდეგი წლისთვის რასაკვირველია. ირაკლი რუსიამ გაულამაზა უფრო მეტად, კარგი გაგებით. დღევანდელი დღე ამ მუსიკოსებს. ახე ამერიკის შეერთებული შტატების ლას-ვეგასის ქართული სათვისტომო ივერია. ამა გადავშალოთ რა ხდება შიგნით. ქორო მუსიკოსები 2026, ნუ გადაეჩემო ვიღაცას კონკრეტულს ამ შემთხვევაში არ გამოვა. ხო, კარგი პრემიებია შესანიშნავი, ასე რომ ვთქვა და მიხარია ეს და მახარებს აქედან გამომდინარე, რომ მართლა გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც იცის რა არის კარგი გაგებით ქართული გარმონი, ქართული დოლი და ქართული მელოდია, ასე ვთქვათ და იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ღვაწლი აქვს მას ქართულ ქორეოგრაფიაში. აქ არის ახლა ეკა გოგიტიძე, ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული იმ ყველაფერში, რასაც ახლა თქვენ ხედავთ. ეკა, მეორედ ვიკრიბებით ამ თემაზე. შენი ემოციები ხო, ქორეოგრაფიის დაჯილდოებას მასპინძლობთ ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი. ძალიან გვინდა რომ ღვაწლი და ამაგი დავაფასოთ ამ ადამიანების და ღირსეულად ვაგრძნობინოთ თავი. ბატონი ზაზა ამას გულმოდგინეთ აკეთებს, ჩვენს მხარში ვუდგავართ და იმედია კმაყოფილები დარჩებიან ის ადამიანები, ვინც ღვაწლსაც დავაფასებთ. ასევე ამერიკიდან ლას-ვეგასის საქართველოს სათვისტომოდან ბატონი ირაკლი რუსია თავისი ინიციატივით ჩაგვერთო და რამოდენიმე განსაკუთრებულად დამსახურებულ მუსიკოს ფულადი ჯილდოთიც დააჯილდოვებს.
ეკა, იცი რა მაინტერესებს? მე რიგით მეორეა ეს ღონისძიება და მე როგორც ზაზა მითხრა, დაახლოებით 60 ადამიანია. დღესდღეობით 70-მდე ადამიანი ჯილდოვდება. ყველა რეგიონიდან? გარდაცვლილ ადამიანებსაც მივაგებთ პატივს და მისი ოჯახის წევრები დღეს სტუმრის სტატუსით ყავს მოწვეულები და გადაეცემათ მათი ჯილდოები. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზად და კარგად გამოვა. სცენაზე ეს მაინტერესებს. სცენაზე გადაწყვეტა ერთმა ადამიანმა, ერთმა ჩვენმა კოლეგამ მოგვაფიქრებინა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. გვირჩია, რომ მოდით იქნებ სცენაზე გადმოვიტანოთო და ჩვენც რა თქმა უნდა მივიღეთ ეს აზრი და გავიზიარეთ. ვნახოთ როგორი გამოგვივა. ფიქრობ, რომ კარგი იქნება ეს ყველაფერი. ფიქრობ, ლამაზი ღონისძიება შედგება. ძალიან ბევრმა მუსიკოსმა მოიყარა თავი, მათი ხელოვნების თაყვანისმცემლებმა, ოჯახებმა და ქართველმა ხელოვანებმა, ქორეოგრაფებმა. მოკლედ, მილეთის ხალხი არის შეკრებილი დღეს თბილისი არტ-ჰოლის საკონცერტო სივრცეში და კიდევ გამიმეორებ ბესო, რომ ეს დაჯილდოების ცერემონიალი კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ ამ ადამიანების, ქორეო მუსიკოსების ღვაწლი და ამაგი არ დაიკარგება არასოდეს ქართული ხალხური მუსიკის, საცეკვაო მუსიკის განვითარებაში. მოგეთ დღევანდელი დღე მართლა კაი დღე. ეხა პირველად არ ტარდება, მეორედ არის მე მგონი თუ არ ვცდები, ხო? შარშანაც იყო წელსაც. მოგეთ მუსიკოსები რომ არ იყვნენ ქორეოგრაფები, ახლა მოიცით რა ხდება. ამიტომ ყველაფერში მართლაც აუცილებელი და საჭირო ადამიანები ეს ადამიანები და მინდა რომ წარმატებები უსურო. ძალიან ბევრი მუსიკოსები ნახე, ძველი ჩემი თაობის და ახალებიც თავისთავად არიან და ეს კარგია, ძალიან კარგია რომ ესეთ ღონისძიებები დაიწყო მოკლედ აი ამ ორგანიზაციამ. და რა ვიცი, ამასაც ამ ორგანიზაციას დიდ წარმატებას უსურებ და ყველას ვინც არის ჩართული ამ საქმეში. სხვათა შორის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ჩვენი ჟავანაძის კაცი, კაი კაცია, გებრიელ ზაზა არის უპატრიოტიზმის პიროვნება და მე მინდა რომ დიდი მადლობა უთხრა, რატომ? ამას წინათ ბათუმში ვიყავით ერთად და იქვე ვთქვი. აი ტელევიზორს უყურეთ, ჩვენ ბატონებო და მიდის კარგი მუსიკა, კარგი ქართული ცეკვა. და დაუწიეთ ხმას. აი დაინახავთ უკვე რას ნიშნავს ქართული მუსიკა. ქართული ცეკვისთვის. არც ერთი ვარგა და არც მეორე. უმუსიკოთ ქართული ცეკვა არ ვარგა და ქართული მუსიკა უცეკოთ, ხო? ნუ ახლა კანონზომიერია. ამიტომ რა ვიცი, მე დიდი მადლობა უნდა ვითხრა ამ ხალხს იმის გულისთვის, რომ აი ძალიან ლამაზად აკეთებენ ამ საქმეს და პატივს სებეს მუსიკოსებს და მთლიან მუსიკის ამ სფეროს უნდა პატივისცემა. და ქართველი ერისთვის, ქართული მუსიკა, ქართული ცეკვა და ქართული სიმღერა ერთად შეკრული დიდი მუშტია და მე მგონი მსოფლიომ გაიცნო საქართველო აი ამ ქართული მუსიკით, ქართული ცეკვით და ქართული სიმღერით შემობადურებო. ეს ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ოფისია. აი აქ იგეგმება ხოლმე ის დიდი იდეები, რომლებსაც ზაზამ ჟავანაძე ახორციელებს და ისეთ ადამიანს ვხედავ, ვისთან მისალმებაც ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და მოგესალმებით ბატონო, როგორ მძანდებით? კარგად უნდა იყოთ ყოველთვის. კარგად უნდა ვიყოთ ყველა. პირველ რიგში თქვენ და შემდეგ ჩვენ. აიხარე. იცი რა უნდა გკითხოთ? დღეს მუსიკოსების დაჯილდოების ცერემონია იმ ადამიანების, ვინც რეალურად ფონს ქმნიან, ისეც რაც უნდა კონდეს ალბათ ყველა ქართველ ქორეოგრაფს ბავშვებიდან დაწყებული, უფროსებით დამთავრებული. თქვენი შეხედულებით რა როლი ენიჭება ამ ადამიანთა არსებობას ცეკვების დროს, ნებისმიერ ფესტივალზე თუნდაც? განუყოფელი ვართ ქორეოგრაფია და მუსიკა და ქორეოგრაფია, ხო, მუსიკის გარეშე არ არსებობს საერთოდ პლასტიკა. ეს ერთი მხარეა. მეორე მხარეა, რომ პირადად რაც მე ხება ახლა თქვენ რაც მკითხეთ, ხო, მუსიკოსები, ჩემი ძმები და მეგობრები არიან უმეტესობა რა. ასე მოვდივარ ბავშვობიდან, ასე მოვდივარ ახალგაზრდობიდან და ყოველთვის მათთან მქონდა საოცარი ურთიერთობა. როგორც ჩემი განუყოფელი ძმები და მეგობრები და მიამაყება, რომ ბევრი მათგანი მართლა ჩემი ძმა და მეგობარი იყო და არიან. ხო, რას ნიშნავს დღევანდელი დღე თქვენთვის? ჩვენთვის ძალიან მოხარულია, რომ კოლეგებს შევხვდი. და პირველად ვარ ახლა ამ ღონისძიებაზე. თქვენ საიდან მძანდობით? აჭარიდან. აჭარიდან. თქვენ სახელგვარი? ნოდარ გორგაძე.
რა როლი ეკისრება, როგორ ფიქრობთ, აი თქვენს საქმიანობას ხარისხიანი ცეკვების შესრულების დროს? კარგი დაკვრა, რა თქმა უნდა. და ერთი არის რომ ეს რასაც ქვია აი დღეს შეხვედრა ძალიან მოხარული ვარ და აი კარგი მეგობრები, კარგი ამხანაგები შემხდენ აქა და მე ახლა დიდი ისეთი ის არ ვარ ახლა როგორ გითხრათ ანსამბლის დამკრელი, მაგრამ ფოლკლორებში და იმაში ხალხურებში ვერ მუშაობ. და ძალიან მოხარული ვარ აი ბიჭების ერთად რომ მომიწია აქ ჩამოსვლა. აი ხა ის პროცესი მიმდინარეობს, რასაც ხშირად მუსიკოსები კონცერტის სველობის დროსაც კი რატო გააჩერეთ ჩალიჩი? მოგესალმებით, გამარჯობა. დღევანდელ დღეს გილოცავ ჯერ ეს ერთი. მე როგორ ფიქრობთ, რა როლი ენიჭება აი თქვენ საქმიანობას ხარისხიანი პროცესის შექმნაში, იმიტომ რომ მოცეკვავე და მუსიკოსი ერთმანეთთან მე მგონი დაკავშირებულია. ყველას მივესალმები, მოგილოცავთ აღდგომის მინვალე დღესასწაულს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი ეკისრება მუსიკა ცეკვის გარეშე წარმოუდგენია და ანალოგიური პირიქით. ცოცხალ მუსიკაზე გვაქვს ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა და ბედნიერი ვარ რომ ეს პატარა წვლილი მაქვს ამ საქმეში შეტანილი, რა თქმა უნდა უფროსის თაობიდან გადმოცემით და მიხარია ეს საღამო რო ტარდება, რო არის და ცოცხალი მუსიკა რო არსებობს და რო იარსებებს და ალბათ საქართველოს არ უნდა იარსებოს, მაშინ რომ ცოცხალი მუსიკა გადაშენდეს და აბას ამარადესოდ დავრჩენილ ვართ და ეგ არის. რა თქმა უნდა, ყველანაირად ვეცდებით მომავალი თაობას გადავცემთ, რომ როგორ ჩვენ გადმოგცეს, ისე ლამაზად გადავცეთ მომავალ თაობას და აკეთოთ ეგრეელი საქმე ქართული, რაც ჩვენ გვიყვარს და მთელი ცხოვრება გვეყვარება სიკვდილამდე რომ იტყვიან. ეხლა უყურებ და მე მგონი ყველაზე ახალგაზრდა შენ ხალხო ამ მუსიკოსებს შორის. ხუმრობა იქით იყოს და მოდი ესე რა მითხარი, იცი რა ხაზი გამიტარე. აი ახალი თაობა რამდენად ესწრაფვის აი ამ მუსიკის სწავლას. მე თითქოს მეგონა რომ არავის აღარ აინტერესებს ცოცხალი მუსიკა. დამაჯერე რომ ეს ასე არ არის. პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო ბესო თქვენს კომპანიას, თქვენს მაყურებელს, მთლიან საქართველოს ქრისტე აღსგად შემოკარგებო, მრავალს დაესწარით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ესე იგი, სრულიად დაგეთანხმებით იმაში, რომ იყო პერიოდი ისეთი, რომ არ იყო ეს პოპულარიზაცია იმდენად, რომ ახალგაზრდებში არ იყო ცოცხალი მუსიკის სიყვარული, არც ინტერესი, მაგრამ ისევ თავიდან ამ ბოლო დროს წამოვიდა ინტერესი, წამოვიდა სიყვარული ინსტრუმენტის მიმართ, ისევ ქართული ცეკვის მიმართ და აი დამეთანხმებით იმაში, რომ უკვე ხშირად ჩანს, როგორც ტელეკომპანიიდან, როგორც უკვე YouTube არხებზე, თუნდაც სოციალურ ქსელებში, ასე უკვე ხვდებით ყველგან პატარა თაობებსაც, რომ ნელ-ნელა ისევ უბრუნდებით იმას, ოდითგანვე საიდანაც დავიწყეთ. და ეთყობა კიდეც ეს კონცერტების ხარჯი. კი, ეთყობა, რა თქმა უნდა, მე თუ მკითხავთ, აუცილებელია ის, რომ ქართველი კაცი უნდა ცეკვავდეს ქართულ მუსიკაზე, რა თქმა უნდა, ცოცხლად. თავარი არის კომპოზიციები იყოს ლამაზად აწყობილი და გადამბულად. თუნდაც დალაგებულად ხო, თუნდაც ტონალობები, მუსიკა ისე უნდა გადაებას, რომ ამ მუსიკას მეორე მუსიკა მოუხდეს ტონალობაც და რაც თავარია ეგ არის და დანარჩენი უკვე ზოგადად ცეკვა უხდება, ზოგადად მარტო მუსიკა უხდება და ესე არის. იყო ის დრო და პერიოდი, რომელიც უკვე გავიარეთ ჩვენ, საბედნიეროდ, რომ აქტუალური იყო ერთი პერიოდი ფონოგრამა, მაგრამ დღევანდელ დღეს უფრო მეტი პრიორიტეტი აი ქართულ მუსიკას ეთმობა და ის დღევანდელი დღე, რაც დღევანდელ დღეს ხდება, თუნდაც მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და აი დღევანდელი დღის შემოქმედებს მინდა დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. აი თუნდაც იმ პატარა აი ყურადღებისათვის, აი დიდი გარჯისათვის, რაც თითოეულ ჩვენთაგან მიგრძნობს დღევანდელ დღეს რა და აი ამ დღეებს მოკლებული ვართ ჩვენი პროფესიის ადამიანები და მინდა რომ აი მრავალი ასეთი ბედნიერი დღე გქონებოდეს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ზაზას, ხალბატონ მანანას და მინდა რომ სხვა ბევრი ყვავდეს აი მისაბაძად ვამბობ რა, რომ ამ ხალხს რომ მიბაძონ, იმიტომ რომ ხელოვანი ხალხი საჭიროებს სითბოს და ყურადღებას. ადამიანი, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ და მე კი არა მთელი სახელოვნებო სამყარო, კაცი, რომელსაც ჭკუა მოეკითხება ამ საქმეში, ბატონი ნუგზარ ჯიქურია და მოგესალმებით, ჩემო დიდო არწივო, როგორ ბრძანდებით? მადლობა, მოგესალმებით ბატონო ბესო. დღეს რა სიტყვა? დღეს შესანიშნავი დღეა.
ბატონო ბესო, რამე თუ ჩვენს ცენტრში, კულტურის სახლში შესანიშნავი ღონისძიება ტარდება. ეს უკვე მეორედ ქართული ქორეოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელობით შესანიშნავი ღონისძიება. შესანიშნავი გამომდინარე იქიდან, რამე თუ ქართულ ქორეოგრაფიას თუ წარმატება აქვს, თუ ქართულ ცეკვას წარმატება აქვს, აი ამ ადამიანების დამსახურება ქორეო მუსიკოსების, რომლებიც დღეს ჯილდოვდებიან და უმრავლესობას მათგან ვიცნობ მე ძალიან კარგად, რამე თუ ბევრი მათგანი ჩემს ანსამბლში მუშაობდა, ბევრი მათგანი სახელმწიფო ანსამბლში სუხიშვილებში, როცა ცეკვავდი, იქ მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ ძალიან ბევრი და სხვადასხვა ანსამბლების ქორეოგრაფ მუსიკოსები, რომლებიც არიან ქორეო მუსიკოსები არიან შესანიშნავი პიროვნებები, შემოკარგები. და ეს წარმატება, რაც არის ქართულ ქორეოგრაფიაში, ქართულ ცეკვაში, ანალოგია არ აქვს ხომ სოფლიოში, დახვდებით ამაზე რა თქმა უნდა ეს და ეს მათი დამსახურება დიდი წვლილია ქორეო მუსიკოსების შემოკარგება. როგორც ყოველთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებებს არ აკლდება კაცი პროფესიონალიზმი, კაცი რომელსაც შეგიძლია თამამად კითხო და დაელოდო ხარისხიან პასუხს. ბატონო ალეკო ქართველიშვილია ჩვენს გვერდით და ბატონო ალეკო მოგესალმებით, აი შუა დაჯილდოების ცერემონია. შეიძლება სცენაზე დაგიძახო და უცებ გამოყვებით, მაგრამ არა უშავს. ყველაფრის მზად ვართ. ყველაფრის ამ ადამიანებს რო ეკისრებათ, ისეთი ალბათ ქორეოგრაფს არ ეკისრება პირდაპირ ვიტყვით რა, რომ არა ეს ხალხი, რომ არ ყოფილიყვნენ ეს ხალხი, აი ოდითგანვე მოდის ქართული მუსიკა, ქართულ ქორეოგრაფიაში, ალბათ კარგად მოგეხსენებათ არაფერი ძალიან აი ისე იქნებოდა რომ უმუსიკო წარმოგიდგენიათ როგორ უნდა იყოს. ერთი პერიოდი ხო იყო ცოტა ფონოგრამაზე გადაიჭრა. ძალიან ბევრი ახლა ძირითადად ეს იყო ბავშვთა ქორეოგრაფია, იმიტომ რომ სხვანაირად შემოვიდა უკვე თანამედროვე სიტუაციებში ტექნიკის არ იყოს გარდა ამისა მოითხოვა უკვე მუსიკამ გამდიდრება თუნდაც საზღვარგარეთ ქვეყნებში მოგზაურობისთვის ჩვენ ერთი დოლით და გარმონით ორი დოლი და ორი გარმონი ყოლდა დღეს უკვე ძალიან გამდიდრებულია მუსიკა და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველანაირად ყველა მხრივ როგორც ჩვენთან საქართველოში მით უმეტეს საზღვარგარეთ ეს არის ნამდვილად აუცილებლობიდან გამომდინარე რაც დღეს ხდება შარშან გაკეთა პირველად ეს ქართული საქართველოს ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხრივ რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი საზამშავანეზე მართლაც კარგი ნაბიჯი გადაიდგა და წელსაც გამეორდა წელს გაორმაგდა მინდა გითხრათ ქორეოგრაფს ამ მუსიკოსების რაოდენობა და ღმერთმა ამრავლებს და ღმერთმა კარგად მოგვიყვეს და მუსურებ ყველას წარმატებას და სულ წინსვლას და ამაღლებულ სიტუაციას უსურებ ყველგან და ყოველთვის ამ ადამიანებს. რამე თუ ისინი იმსახურებენ ამ დიდ ქებას და ამ დიდებას, რასაც მე ვამბობ ახლა ამ წუთი. დიდი მადლობა ყველას. მეგობრებო, კულისები ეს ის ადგილია, სადაც ასეთ შემთხვევებში ყოველთვის შეგიძლია შეხვდე ადამიანს, რომელსაც კითხავ. აი ხა თქვათ ამ წუთში ხედავთ თქვენ სცენაზე ჩემი მოგვარე ავთანდილ ჩუბინიძე დაჯილდოვდა თქვენ კარგად გახსოვთ მეგას დაჯილდოების ცერემონიალზე პირველი იყო ჩვენი მეგას ღონისძიება რომელმაც ავთანდილის ღვაწლი დააფასა ჩემი მოგვარის ეს არის ჩუბინაჯის საიტის ხელმძღვანელი ავთო და აკეთებს იმ საქმეს რა საქმესაც ჩვენ ამ შემთხვევაში ყველა ერთად მსახურობთ და მოსაწონი საქმე როა აი ისეთი ამბავია სოჯერ ზაგერ ჩვენი ოპერაციის უკან ბიჭები არიან, რომელსაც მოეკითხება ჭკუა ამ თემაში და მოგესალმებით კიდევ ერთხელ. კითხვა მაქვს ასეთი. დღეს მორიგი ღონისძიება, კარგი ადამიანების დასაფასებელი და ალბათ ხშირი რო იყოს უკეთესი იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე 100-ია. რას ფიქრობ დღევანდელ დღეს და იმ ბიჭებზე, რომლებსაც მუსიკოსები ქვია და არც ისე პატარა წვლილი მიუძღვით ხარისხიანი ღონისძიებების შექმნაში. ბატონო, მოგესალმებით კიდევ. საწყისი კარგია. შვენიერი საღამო დაიწყო და იმედი მაქვს რომ ნამდვილად ლამაზად დასრულდება. დღეს არის ქორეო მუსიკოსების დაჯილდოება, იმ ადამიანების ღვაწლის დაფასება, ვინც ამდენი წლის განმავლობაში დიდი შრომით, დიდი რუდუნებით ემსახურება ქართული მუსიკის პოპულარიზაციას, ქართული საცეკვაო ხელოვნების განვითარებას. მოხარულია ნამდვილად რომ შედგა ეს საღამო, დღეს აი ასეთი ბედნიერი განწყობა არის, ამდენი სახელოვანი ქორეოგრაფი წარმოდგენილია და ამდენივე კიდევ უფრო მეტი სახელოვანი მუსიკოსია
დაჯილდოება დღეს მათი. ულოცავ ყველას რა თქმა უნდა აქედან წინასწარ და იმეც ვიქონიებ რომ მომავალში უფრო დიდი მასშტაბი და უფრო მეტი სილამაზით იქნება წარმოდგენილი. მადლობა უთხრათ ორგანიზატორებს ყველას. მეგაკაცი ხარ ძმაო, გაიხარე. მადლობა. არ შემიძლია ეს კითხვა არ დავსვა, რომელიც ხშირად მაწუხებს და პროფესიონალური პასუხი ამ კითხვაზე ალბათ რელევანტური იქნება. მუსიკოსები, რომლებიც აკომპანიმენტს უკეთებენ ხოლმე, თითქოს ძველ დროს, აი წლების წინ ჩაულებრივი ამბავი იყო იგივე სუხიშვილები რუსთავი ნებისმიერის, მაგრამ მე გახდა ბავშვთა ქორეოგრაფიული მიმდინარეობა ძალიან პოპულარული, თითქოს რაღაც მინელდა მათი დაფასება, თითქოს რაღაც არა, აი მაშინ მინდა რომ გადამარწმუნო ეხა მე რაც იქმნება, საერთოდ ჯერ იქმნება, აი როცა ქორეოგრაფიული ნახაზი იქმნება, პირველი იქმნება მუსიკა და შესაბამისად კარგი მუსიკოსის გარეშე და კარგი მუსიკის გარეშე კარგ წარმატებულ ქორეოგრაფიულ ნახაზს ვერ დადგამდა. აი ახლა ზუსტად ვფიქრობდი, რა ბედნიერი ერი გვართ, რომ აი ესეთი ლამაზი და ძლიერი მუსიკოსები ყავს, რომელიც ქმნიან ქართულ მუსიკას, რომელსაც მე აი ცოტა წენითაც, მაგრამ თითქმის მთელი კავკასია უკვე იყენებს და ჩვენგან მიაქვს და მადლობა ავტორ უფლებების გარეშე. აი ეგ ცოტა საწყენია, მაგრამ მადლობა ჩვენს მუსიკოსებს და მადლობა ქართველ მუსიკოსებს, რომ აი ესეთ ლამაზ მუსიკას ვქნიან და ამ ნიჭიერ ხალხთან გვაქვს შეხება და მადლობა კიდევ ერთხელ მათ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და ახლა აქ კეღოს ხედავ, კეღოს ჩემი თანაქალაქელია ეს კაცი და ჩვენ ძალიან დიდი ხანია მეგობრობთ. კეღო, იგივე კითხვა მაქვს, რაც ბიჭებთან ყველასთან. მუსიკოსების როლი ხარისხიანი ცეკვის შექმნაში. ძალიან მაგარი, ძალიან სერიოზული და ვამაყობ, რომ ამდენი კარგი მუსიკოსი არსებობს საქართველოში და აი ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარულია რა. მადლობა ბიჭებო. შენ პატარა იყავი და ცეკვავდი თქვათ, ხო? ამ რამდენი ისკა გამოვლილი, ხო, სკოლა ასე ვთქვათ და მაშინ უფრო პოპულარული იყო მუსიკოსების მუშაობა თუ ახლაც იგივენაერად თუ მიჩუმათებულია რაღაც? არა, შედარება არ არის, მაგრამ ეხლა უფრო ამ ცხოვრებაში უფრო მეტია და წამოსულია და სხვათა შორის ერთი მეორეზე უკეთესები არიან. პროფესიონალის მხრიდან, გადმოსახედიდან მე გარმონეგი და მე დორე თუ ნებისმიერი ინსტრუმენტალური, აი მართლა დაიხვეწა ყველასი და წინ მიდის. მე მიხარია ეს. როს მოაქეს ყველაფერი? ალბათ. მადლობა უფალს ამისთვის და ყველაფერი რომ ესე კარგად არის. მადლობა ბიჭებს. ესე იგი, წეღან ჩემი მოგვარე დააჯილდოვეს ჩუბინა, დააჯილდოვეს თუ თვითონ დააჯილდოვა, ეგეც არ ვიცი, ავთო როგორ ახარ მოგესალმები? მე ხა მაყურებელი რო არ მოვატყოდ, შენ დააჯილდოვე თუ შენ დაგაჯილდოვე? არა, მე დავაჯილდოვე. შენ დააჯილდოვე. ის წასული მუსიკოსები, რომლებიც დღეს სახეზე აღარ არიან, ის 6 მუსიკოსი დავაჯილდოვეთ დიახ და ნუ ეხა უკვე მოქმედი მუსიკოსებიც აქ ბრძანდებიან და თვითონ აი ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მუსიკოსებს ფაქტობრივად ყურადღება არ ექცეოდა და რაღაც ცალკე დღე არის მათთვის გამოყოფილი, რაც ძალიან დასაფასებელი და მათ მარტო შეფასება კი არ ჭირდება, დაფასება ჭირდება და ეს დღე არის ნათელი მაგალითი აი ამ ყველაფრის. ავთო, იცი რა დავაკავშიროთ ერთმანეთს, მე კარგად ვიცი, რომ შენ თვითონ ქმნი მუსიკას. შენ, როგორც მუსიკოსი ამ შემთხვევაში, შენ თანამედროვე მუსიკის შემქმნელი და ხალხი, რომელიც აკომპანიმენტს უკეთებს, თქვათ, მუსიკოსებს, რომლებიც სცენაზე ცეკვავენ. ერთმანეთს ხო არ ეწინააღმდეგება თანამედროვე მუსიკის შექმნა და ისე კონცერტის ჩატარება და ეგრეთ წოდებული ცოცხალი მუსიკით? არა, მე არ ვფიქრობ, რომ ეწინააღმდეგება, უბრალოდ სასურველია, რომ აი ცოცხალი მუსიკა უფრო ჟღერდეს, უფრო ქუხდეს. განსაკუთრებით დასაწყის პერიოდში, როცა ბავშვებთან გვაქვს შემთხვევა, ხო, შეიძლება კონცერტზე გამოვიტანოთ ფონოგრამა, მაგრამ აუცილებელია, რომ იმ რეპეტიციებზე ის ცოცხალი მუსიკა იყოს, იმიტომ რომ სხვანაირად ეჩვევა, კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენთანაც უნივერსიტეტში თეატრალში როდესაც აბარებენ ქორეოგრაფიულზე, ეს პრობლემა იჩენს მერე თავს, იმიტომ რომ ეს მონოტონური რაღაცა გარობოტებული ფონოგრამები თავისი მინუსები აქვს, თუმცა თავისი პლუსებიც აქვს ამ ყველაფერს. აი რას ნიშნავს პროფესიონალის შეფასება? ეს ავთანდი ჩუბინიძეა.
რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიანი მუსიკის შექმნაში ხარისხიანი ინსტრუმენტს, ეს დიდად საფიქრალი არ უნდა იყოს. ამ ხარისხიანი ინსტრუმენტების შექმნაში ხარისხიანი ხელია საჭირო და აქ ისეთი კაცის შვილია, რომელსაც ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად ესწავლებათ და მომიყევით და მითხარით, მამა თქვენი მუშაობს, რამდენად მუშაობდა ყოველ შემთხვევაში. აი რა არის ეს, რა პროცესია და რამდენად შრომატევადი საქმეა ხარისხიანი ინსტრუმენტის შექმნა, რასაც უყურებდით მამას თუნდაც. ძალიან რთული იყო, რაც მახსოვს, ფაქტიურად მთელი დღე მუშაობდა. ძალიან დეტალურ და წვრილ მანებზე ორიენტირებული საქმეა, რაცაც გარმონზეა საუბარი, ძალიან ბევრი დეტალია, წვრილმანია, ყველაფრის ცოდნა საჭიროა, შემოქმედებითი მუშაობა ასევე საჭირო. მაგალითად, ორნამენტები, რომელიც კლავიატურის წინ დგება, თავისი დიზაინი ქონდა შექმნილი და გარმონებზე, რასაც უყურებთ, ეს თავისი შექმნილია. სამხატვრო აკადემია ქონდა დამთავრებული, ფერწერა, ასე თუ ისე თვითონაც ძალიან კარგად ერკვეოდა და დღეს დაჯილდოვდა როგორც მიხი? დიახ, დღეს დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენით. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და სიხარული იყო. თვითონაც გაუხარდა, ჩავარდნილია ამ ეტაპზე ვერ მოვიდა, მაგრამ ძალიან გაუხარდა და ძალიან ბედნიერი იყო. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. გამოუგზავნა დავეჭდილ კონცერტში არა და კონვერტში $100 საჩუქრად ბატონო. როგორც წესი, თანხას არ ამოვეწყობენ, როდესაც საჩუქრას გადასცემენ, მაგრამ ეს იმდენად მესია მოვნა, მე თვითონაც რომ აუცილებლად უნდა აღვენიშნა. ამ დაჯილდოების ცერემონიალში შემოეკა შეფიქრდა სალონებას დავაჯილდოვოთ ბიჭები, თქვენ თვითონ გამოგზავნით და გადაერჩეთ. დარიელ ცუგილაშვილი. რამინ ღოლღაძე. ბადონი რამინ აგაფავდა ბადონი. ვიფასოს სტუმრებს, ახლა მინდა გთხოვოს შემოუაროთ მაგ სკამებს და მოვზადეთ სცენაზე და ერთობლივად გადავიღოთ სურათი და დავაჯილდოვოთ ამ ფულადი ჯილდოებით ჩვენი მუსიკოსები. მოდით ყველა, არის გამოდით და გამოიყვანეს უკოლა. ალექსანდრე, მოვდამდით. ივანე დაბადაძე. ედუარდ სამრიძე. ოლეგ მოლოსნიშვილი. ოლეგ მოლოსნიშვილი. ზაზა სიმონიშვილი. შოთა ღოლღაძე. ბატონო ირაკლი. გია გიორგა. გია თავშალაძე. ნინა ჯომინა. ყველა გამიო, გამოდიო. ნინა, ნინა მოდიშენი. მოსწავლეები. არვატები და წლის ბოლოს Forbes-ის მილიარდერების სიაში შესულიყო. ზურაბ საგირაშვილი.
ვლადიმერ ვაშაკიძე. ელგუჯა გუმბაშვილი. თენგიზ გოგავა. რუსლან მახარაძე. გურამ ვარშანიძე. როგორც განსაკუთრებულ სასიმბოლო ადამიანს სცენაზე ვიხმობ სარქიჭალოელ სუპერ მუსიკოს ბატონ ავთანდილ პაქსაშვილს. ძალიან მოგრძალებული კაცია, არ გამოგვიგზავნა სად უკრავდა, რატო უკრავდა, რატო უნდა, მაგრამ აქ არის სიმონ გოჩიტაშვილი, რომელმაც განასწარებად იცის ვინ არის ავთანდილ პაქსაშვილი. შენ მაინც მოგევი ვინ არის? უბრალოდ ვიტყვი, უბრალოდ კაცი, კარგი მორგეიფე, კარგი ძმა, რამდენი შვილი? 11 შვილი ძმაა. 26 წელი ასაბლი იმედი იცით, ეხლა რეხიაშვილის და ყვინერიას ასაბლი იქ უკრავდა. ნუ 23 გილოცო განმახორციელებელს, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელს, მოცეკვავეს და ქორეოგრაფ ზაზა მჟავანას. მოდი აქეთ რომ მოგვიდები ზურგი, ტიკი ლაპარაკი, ესენი გაიგონებთ. ასე მე უპირეს ხორცდა ევანგელიის როგორი ისე მოგიყვებით ხელი შესაძლებლობების წარმოების ხარჯი. ეს ვინაიდან დეორეგონიზება ევანგელიის შემდეგი ვიდეო ამ შესანიშნავი ადამიანების სახით მე ვუხდებ ადამიანებს ჩემ ალექსანდრე ქართველიშვილს ამეჯება არჩევნებში მადლობა ჩემო ჩემ ყველა თქვენთან ჩემს მიერა ევანგელიის თანადგომები ჩემ უზავარ საქართველოს ქორეო მუსიკოსებს ასე რომ ერთი დღე ევანგელიის ხელში რომ ამახარისებელი იყო იმისათვის რომ ახალგაზრდებმა დაინერგოს თუნდაც სპეციალური ჩაიყაროს ახალგაზრდების მომავალი რომ ქართული გამოვიდა საუბრების განმავლობაში შეერთდა ისროს საქართველოს უბნეთი მადლობა ევანგელიის მოგესალმებით საქართველო მივესალმები ამ დიდ წამოწყებას ამ დიდ ღონისძიებას მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს უშუალოდ ჩვენს მაგარ კარგ ქართველს ზაზა მჟავანაძეს რომელიც ესეთი ლამაზი ღონისძიება დაგიგმა ყველა მონაწილეს ვინც დღეს ჩართულია ამ საქმეში დიდი მადლობა მინდა გითხრათ და უთხრათ იმ ჩვენს მუსიკოსებს ჩვენს მაგარ ხალხს ჩვენს დაფასებულ ხალხს ვისი მუსიკებითაც ჩვენ აღვიზარდეთ თუ რამე გაგვაჩნია ქართული თუ რამე გაგაჩნია თუ რამე გულში გვიძგერს ქართული სული თქვენი დამსახურებაა თქვენი მუსიკების დამსახურებაა თქვენი შესრულების დამსახურებაა და დიდი მადლობა მინდა გითხრათ ფერბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს მრავალ ჟამიერ ყოფილიყოს თქვენთან და ჩვენი ყველაზე მაგარი ხალხი ხართ დაფასებული ხალხი ხართ ჩვენგან და ღმერთი ყოფილიყოს თქვენი ფარველი
მორჩა პროცესი და ახლა იწყება ყველაზე მთავარი სიურპრიზი. მუსიკოსები მზად არიან, ეხა ისინი ემზადებიან ერთი საერთო ნომრისთვის და ამ ნომერს, რა თქმა უნდა, ტელეკომპანია ვარსკვლავების მაყურებელი თავიდან ბოლომდე იხილავს. თავად მუსიკოსები ბედნიერები არიან, ორგანიზატორებიც კმაყოფილნი არიან და ჩვენც იზღა დაგვრჩენია ჩვენს ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ განმეორდები, შევთავაზოთ ის ნომერი, რა ნომერსაც ახლა აი ამ გარმონების და ამ დოლების საშუალებით შეასრულებენ ქორეო მუსიკოსები. აი ასე ხორუმით მედალოების მიერ შესრულებული ხორუმით მთავრდება დღევანდელი ღონისძიება. ეს ბიჭები ყველანი ქართულ საქმეს ემსახურებიან. ხალხი, რომელიც ქმნიან მუსიკას, ხალხი, რომელიც აკეთებენ იმას, რასაც ზოგადად ქართული ხელოვნება ქვია. აი ასე დამთავრდა დღევანდელი ღონისძიება. მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ, ეს კი ტელეკომპანია ვარსკვლავებია. პირველი ქართული ქორეოგრაფიის მსახური ტელევიზია. დატკბით ამ ხმით.